სტიმული იყო, რომ ფასი ქონდა და გლეხმა ეს 2 წელიწადი შვება იგრძნო და ძალიან წამოვიდა გლეხის ცხოვრება, გამოკეთდა საგრძნულად. ყვარლის რაიონის სოფელ გავაში მცხოვრება მამუკა გაიკარაშვილმა ახალი ვენახის გაშენება წარმატებული რთვლის შემდეგ გადაწყვიტა და უკვე გაშენებულ 4 ჰექტარს კიდევ 1 ჰექტარი დაამატა. სოფლელი კაცი ვარ და იმიტომ ვაშენებ ვენახი კიდე რომ აქედან ყველაზე მეტი შემოსავალი არის ვენახიდან. რო გექნება თან მე ერთი საქმე, ის საქმე უნდა იცოდე კარგად. სხვადასხვა რამეს აღარ მიედი მოვედები. ყვარლის რაიონში მიწების დიდი ნაწილი ეგრეთ წოდებული ქინძმარაულის ზონას ეკუთვნის, ამიტომ აქ მოყვანილი საფერავი ბაზარზე განსაკუთრებით მაღალ ფასად იყიდება. გასულ წელს ქინძმარაულის მიკროზონაში მოყვანილი საფერავის ღირებულება 3 ლარიდან 3 ლარსა და 50 თეთრამდე მერყეობდა. საფერავის მაღალი ფასის მიუხედავად, მევენახეების უმრავლესობამ წელს რქაწითელის ჩაყრა ამჯობინა. მე გავაშენე ჯერჯერობით რქაწითელის ჯიში, მაგრამ ვფიქრობ კიდევ საფერავის ჯიშის გაშენებას. თუ რამდენად შესაძლებელი იქნება დროში როგორ ჩავეტევი, ეს იმაზეა ძლევანდედას დამოკიდებული. აუცილებლად მომავალ მაინც გავაშენებ. შაშან გავაშენევი სადღაც 70 ვიასეთში. ადგილი შევიძინე და ფართი აღარ მქონდა. ეხლა ისევ შევიძინე ადგილი და გავაშენე 90 ვიასეთში. და ვაშენებ რქაწითლის ჯიშს. მოსავლელად ადვილი არის, უხიბოსავალი იცის, მუშახელი იმდენი არ უნდა. ადრე წლებში ეს ფასი არ ქონდა და ეხლა შაშან და წერს გვაძლევენ 1 კილოგრამში ლარს. მისაღებია გლეხობისათვის ეს ფასი უკვე. და მაგის გულაზე ხალხი დგაა და აშენებს ვენახებ. ქინძმარაულის ზონა გასაგებია, ის მეტი უნდა გავაშენო ის, მაგრამ აქ ნერგთან დაკავშირებით პრობლემებია. ის ზვირად ღირებულია, ასე რომ ვთქვათ, 2.5 ლარს და რქაწითლის უფრო იაფია. გავაზის მაცხოვრებლების ინფორმაციით, ახალი ვენახების გაშენების გამო 2014 წლიდან სოფელში მიწის ნაკვეთები 50%-ით გაძვირდა. ნაკვეთის ფასი იყო წინა წელიწადს ერთი მიასედი იყო 50 ლარი, უკვე წელს გახდა 100 ლარი და ზოგან კიდე კაი მიწა თუ არის და კარგ ადგილზე არის 100 დოლარიც არის უკვე. ნაკვეთები ძალიან იშვიათია ვიღაცა გაყიდოს. ყველა უფრო თავისთვის შენარჩუნებაზე ფიქრობს, თუ ვიღაცას გაუჭირდება 10,000 ლარია ყველაზე დაბალი ფასი. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ყვარლის საინფორმაციო საკონსულტაციო ცენტრის მონაცემებით, ბოლო 2 წლის განმავლობაში მარტო სოფელ გავაში ვენახი 200 ჰექტარზე გაშენდა, ყვარლის რაიონში 600 ჰექტარზე, კახეთის რეგიონში კი დაახლოებით 4000 ჰექტარზე. მნიშვნელოვანია ეს ფაქტიც, რომ თუ 2012-13 წლებში, 13-14 წლებში უხოსოდ შენდებოდა ძირითადად მსხვილი ფერმერების მიერ, წელს უკვე მაქსიმალურად მოიცვა მცირე ფერმერების მიერ გაშენებული ვენახების ფართობები, მნიშვნელოვნად აღემატება დიდი ფერმერების. რაც მნიშვნელოვნად ასაკობს მოსახლეობას და უკვე საშუალო ფენას, ქმნის საშუალო ფენას. ერთ-ერთ წელიწადში ალბათ 1200-1300 კაცით გაიზრდება ის მოსახლეობის რაოდენობა, რომელსაც საკმაოდ სოლიდური შემოსავალი ექნება ვენახები.